მოკლედ, რა ხდება ნარუტოს 4 ახალ სერიასთან დაკავშირებით. ამ თემაზე ბევრი ვიდეო შეხვდა, მაგრამ ოფიციალური წყაროდან ამ მომენტისთვის, როცა ვიდეოს წერ, არანაირი განცხადება არ გვინახავს. ოკეი? სტუდიოს ამაზე განცხადება არ გაუკეთებია, არ დაუანონსებია, ან უთქვამს, რომ წარმოება დასრულებულია, მით უმეტეს ანიმეს გამოსვლის თარიღი არ ვიცით. ოკეი? მაგრამ ამაზე როგორც თქვი ინფორმაცია არის და საუბრობენ, რომ 2026 წელს შეიძლება გამოვიდეს და ასევე ჭორებიც იყო იმის შესახებ და ზოგიერთი ვარაუდობდა, რომ თითო სერია შეიძლება 1 საათიანი იყოსო, რაც ძალიან მელჭვება და ძალიან გამიკვირდება, რომ ეგ მოხდეს. ამასაც ახსნი რატო ვფიქრობ ეგრე? უშუალოდ თემაზე რო გადავიდეთ, მაინტერესებდა საიდან წამოვიდა ეს ინფორმაცია, რომ 2026 წელს უნდა გამოვიდეს ან წარმოება დასრულებულიაო და რამდენად სანდო იყო ეს ინფორმაცია. ინფორმაცია იყო სტუდიოსგან, მაგრამ სხვა სტუდიოსგან, რომელიც როგორც მივხვდით, მონაწილეობს და ეხმარება სტუდიო პირոտს ამ ანიმეს წარმოებაში, მაგრამ არა უშუალოდ სტუდიო პიროტისგან. წყარო იყო ეს სტატია. დავალინკა ყველაფერს, საიდანაც ინფორმაცია ვნახე, განხილულია, ნახსენებია, რომ ჩინეთის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ჰუხან სტუდიო, ერთ-ერთი ჩინური სტუდიო, მონაწილეობს სტუდიო მაპასთან ერთად მუშაობს One Piece-ის რიმეიქზე და ასევე სტუდიო პიროთან თანამშრომლობს ნარუტოს ანიმეს წარმოებაზე. ოკეი? და ვინაიდან ნარუტოს ერთი ანიმე რაც გამოდის და დაგეგმილია გამოსვლა არის ეს 4 სერია, გამომდინარე ამ 4 სერიაზე საუბარი. ამ სტატიის მიხედვითაც, რაც იყო სტატიაში ნათქვამი და რა განცხადებაც გააკეთეს ამ ჩინეთის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა, იყო ის, რომ სტუდიო და სტუდიოს წარმომადგენლები, ანიმატორები ყველაფერს აკეთებენ, რომ განრიგში ჩაეტიონ და ყველაფერი დროზე დაასრულონ. არ უთქვამთ, რომ წარმოება დასრულებულიაო. აქედან გამომდინარე, როგორც მივხვდი, სხვა წყაროდან წამოვიდა ეს ინფორმაცია და ამ თემაზე ვიპოვე ამ კონტენტ კრეატორის ვიდეო, ამომიგდო, საუბრობს იმაზე, რომ ცნობილმა ანიმე ლიკერმა დაპოსტა იმის შესახებ, რომ ნარუტოს ანიმე უნდა გამოვიდეს, ეს 4 სერია და ამ ადამიანს დალიკული აქო ინფორმაცია ასევე ჯოჯოს მეოთხე ნაწილის გამოსვლაზე და თქვამი აქ, რომ ჯოჯოს მეშვიდე ნაწილის წარმოება დასრულებულია, ტრეილერი გამოვამალეო რაღაც და ანუ ეგ ინფორმაცია გამართდა. აქედან გამომდინარე, რომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სანდო წყაროა და დიდი შანსია, რომ მართლაც ამბობს. მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც თქვი, ოფიციალურად სტუდიოს ან შუეიშას ან სხვა რომელიმე წარმომადგენლის მფლობელობაშიც ნარუტოს ანიმეა არ გამოუცხადებია არაფერი. და იმ თემასთან დაკავშირებითაც, რაც ტოკიო TV-ის წარმომადგენლებმა გააკეთეს 2024 წელს, რომ ანიმე წარმოებაში დავაბრუნდეთ იმის გამო, რომ ხარისხი გაგვემჯობესებინაო, ამასთან დაკავშირებითაც ძალიან დიდი ეჭვები მაქვს და პრაქტიკულად 100% ვარ დარწმუნებული, რომ ეგ შემთხვევა არ ყოფილა და რეალურად უბრალოდ წარმოება გარკვეული მიზეზების გამო წარმოება არც კი დაუწყიათ. რეალურად როცა ამას იმიზეზებენ, რომ ანიმაციის ხარისხის გაუმჯობესება გვინდაო და გადაწევენ ხოლმე ანიმეს გამოსვლის თარიღს, ან უბრალოდ სერიებს აგვიანებენ, მაგალითად Zoom 100-ის შემთხვევაში, როცა სერიების გამოსვლა დაიწყო, მე ყოველ 2-3 სერიაში ერთხელ 2-3 კვირა აგვიანებდნენ სერიების გამოსვლას თუ თვეების. ანუ არ მახსოვს ზუსტად თარიღები და რიცხვები რამდენი ხნით გადაწიეს და რამდენჯერ გადაწიეს, მაგრამ ეგ შემთხვევა იყო. ოკეი? ანუ იმის თქმას ვთვლებ, რომ როცა ანიმაციას პრობლემა აქვს, ამ შემთხვევაშიც უშვებენ, ან დაუსრულებელი პროდუქტს უშვებენ, ან დაიწყებენ გამოშვებას და რასაც მოვასწრებთ, ოკეი? სანამ სერიები გამოდის და რაღაცა ჩვენ მანამდე ვიმუშაობთ ისევ ანიმეებზე და უკიდურეს შემთხვევაში ჰაიტოში გავალთ და დავაყოვნებთ ანიმე სერიების გამოსვლას. მაგ შემთხვევაში თუ დაუსრულებელია პროდუქტი და ანიმაცია არ ვარ და რაღაცა ხარვეზებია, მაგ ყველაფერში შეასწორებენ მოგვიანებით, ჯერ თავისთავად ტელევიზორში აჩვენებენ და მე როცა Blu-ray დისკებზე გამოუშვებენ, იმ Blu-ray დისკებისთვის შეასწორებენ ყველაფერს და უკეთეს ხარისხში გამოუშვებენ. ეგ მოხდა მაგალითად Jujutsu Kaisen-ის მე-17 სერიაზე, თუ მე-16 სერია იყო, არა, 17 სერია იყო, მაჰარაგას და Sukuna-ს ბრძოლაში. ანუ Blu-ray-ის, ვისაც გაქვთ Blu-ray ვერსიას, ბევრი სცენები ჩამატებული იყო, შეცვლილი იყო და ხარვეზები რაც ქონდა ანიმაციას, ის ხარვეზებიც გამოსწორებული იყო. და იგივე ვარიანტი რომ მოვიყვანოთ მაგალითად ტიტანების შეტევის მეოთხე სეზონის მაგალითი, როცა ეს მეოთხე სეზონი გამოვიდა, ანუ მაშინ შემოხვედრია პოსტები და სიმართლე გითხრათ ვერ ვიტყვი, რამდენად სანდო წყაროდან არის და რამდენად სანდო ინფორმაცია, მაგრამ და მით უმეტეს თარგმანი რამდენად სწორია, მაგრამ შემოხვედრია პოსტები ანიმატორების, რომლებიც ამბობდნენ, რომ პირველი ეს იყო მგონი მე-5 და მე-6 სერიაზე, როცა პირველი 4-5 სერია გამოდიოდაო, ჩვენ კიდევ მუშაობდითო ამ მე-6 თუ მე-7 სერიაზე, გაბის და საშას სერია იყო, მუშაობდით მაგ სერიაზე და დასრულებული არ ქონა ჯერაო. და ეს კიდე შეიძლება რაღაც ვარიანტში გაატარო, იმიტომ რომ
კონკრეტულად ეს სერია აუთსორსდ იყო, ანუ მაპას გაკეთებული არ იყო და სხვა სტუდიოს გაკეთებული იყო, სხვა სტუდიოს გადააბარეს. ანუ როგორც წესი 99% სტუდიოებისა და წარმომადგენლებისა ტელევიზიის რაღაცა არ აინტერესებთ, ოკეი? ანუ რა პროდუქტი იქნებათ, თავარია გამოუშვან დროზე და რაც შეიძლება მალე იყოს. მით უმეტეს არ მოველი ამას სტუდიო პიროდისგან, რომელიც ცნობილია საშინელი პირობებით, საშინელი და უაზრო გადაწყვეტილებებით და მთლიანობაში ცუდი ადაპტაციით. ანუ ბლიჩის 45% რო ფილერია, თუ 48% და ანუ ეგ 48% სერიებში უნდა გამოტოვო და ჩამატებული უბრალოდ ანიმეში ნარუტოს 43-45% რო ფილერია და ბორუტოს 65 თუ 70%. 65 თუ 70% ფილერია, კონკრეტულად ნარუტოს თუ არ შევხედით ან ბლიჩის 1000 წლიან like 1000 წლეული ომის საქმე ანიმეს, ანუ საშინელი ადაპტაციებითაც ცნობილი. კინდო, სამეფო, პირველი 4 სეზონი, შავი კლოვერის ანიმეს დიდი ხნის განმავლობაში chief animation დირექტორი არ ყავდა. ადამიანი, რომელსაც ანიმაციის ხარისხის კონტროლი და საბოლოო ეტაპზე, like თუ რამე შეცდომები იყო, ამ შეცდომებში like შესწორების შეტანა ევალებოდა. ანუ თლიანობაში ხარისხის კონტროლი ევალებოდა ამ ადამიანს, მაგრამ არ ყავდათ დიდი ხნის განმავლობაში და მაგიტო იყო, რომ like შავი კლოვერის ანიმაცია და ანიმე ესე გამოიყურებოდა შეშემოყვაში. და ყოველ 50-60 სერიაში ერთხელ ერთი ნორმალური სერია იქნებოდა. და ჩემი ვარაუდით თუ გაინტერესებთ რა შეიძლება მოხდარიყო, გარანტირებულად წარმოება არც კი დაუწყიათ. და საბოლოოში გადაწყვეტეს რომ ორიენტირებული იყო ან ბლიჩის ანიმეზე, ან გადაწყვეტეს რომ იცით რა, შავი კლოვერის ანიმეს დაბრუნება გვინდაო, არ იქნება ალოგიკური რომ მაგდროს გადაწყვეტილი ქონდათ შავი კლოვერის დაბრუნება და მთლიანობაში პრიორიტეტების სიაში უკან გადაიწია ამ ანიმემ და როცა მიხვდნენ რომ ვერ ასწრებენ, დროში ვერ ჩაეტევენ რაღაცა, უბრალოდ გამოაცხადეს რომ იცით რა, ხარისხის გამოსწორება გვინდა ანიმაციის და ამაზე მოწმობთ თარიღებიც. იმიტომ რომ ორიგინალი, ასე რომ როდო თუ ნარუტო ეს 10 წუთიანი რიმეიკის ვარიანტში, პივი თუ რაც ქვია, რაც იყო, გამოვიდა, ასე ქვია 2022 წლის ოქტომბერში, ოკეი? და რამოდენიმე თვის მერე გამოაცხადეს მარტში 2023 წლის, რომ გეგმავდნენ ნარუტოს 4 ახალი სერიის გამოშვებას, ოკეი? ერთი ვარიანტი შეიძლება წინასწარ გააკეთეს, რომ დატესტეს, ჰაიპი იყო თუ არა ნარუტოს ანიმესთვის, ოკეი? და კიდევ თუ არა ამის გამოშვება, ან უფრო დიდი შანსია, რომ არ მოელოდნენ, რომ კიდე ამდენი ფანი ეყოლებოდა ნარუტოს და რომ მიხვდნენ, რომ მოგების ნახვა შეიძლება და ნარუტო ფანები უყურებენ რაღაცა ახალს კონტენტს მოელიან, გადაწყვეტეს რომ გამოუშვენ ანიმე. და ეს ანიმე დაგეგმილი იყო 2023 წლის ოქტომბრისთვის. ანუ ეს 4 სერია დაგეგმილი იყო და გათვლილი იყო, რომ უნდა გამოსულიყო 7 თვეში და 7 თვეში უნდა ეწარმოებინათ. და 4 სერიისთვის 7 თვე არანაირად არ არის ალოგიკური და რაღაცა გიჟური დრო, ოკეი? ჩვეულებრივი, ანუ აბსოლუტურად ჯანსაღი და ნორმალური დროა, რომ 4 სერია 7 თვეში გააკეთოთ, ოკეი? როცა ხშირ შემთხვევაში 12 სერიან ანიმეს ერთ წელიწადში აკეთებენ ხოლმე, ოკეი? და ანუ სტანდარტი მთლიანი ანიმესთვის 12 სერიანი და 24 სერიანი უფრო მეტად არის ხოლმე წელიწად ნახევარი, 2 წელი. მაგრამ ერთ წელიწადში ჩაკეთებენ ხოლმე და ანუ ამდენი დრო რო დაუთმეს, 4 სერიას 7 თვე და რო გავითვალისწინოთ, რომ პირველი რამოდენიმე თვე წაიღებს ლოგიკურად პრე-პროდაქშენ, მზადება წარმოებისთვის და მერე ბოლოში რამოდენიმე თვე პოსტ-პროდაქშენ და უშუალოდ ანიმაციაზე 4 სერიაზე 2-3 თვე თუ რაღაცა რაც იქნებოდა სრულად ლოგიკური დროა, ოკეი? არ დაჭირებულად მეტი და თუ დაიწყებდნენ ამ წარმოებას ჩვეულებრივ ჩაეტეოდნენ დროში, პრობლემა არ ექნებოდათ 4 სერიისთვის მეტი დრო, როგორც ვთქვი, არ უნდათ და მერე აკეთებენ განცხადებას, ოკეი? იმ დროის მერე, რაც როცა უნდა გამოსულიყო, იმ დროის მერე 5 თვის დაგვიანებით, ოკეი? 5 თვის მერე აკეთებენ განცხადებას, რომ ამ წარმოებაში დავაბრუნეთ, რომ გაგვეუმჯობესებინა ხარისხი და 2025 წლის მარტში გამოვაო. ანუ თქვენ თვითონ წხვდებით ხო, თუ 7 თვე გქონდათ გათვლილი ანიმაციისთვის, ოკეი? ანიმაციისთვის. თავიდან ბოლომდე წარმოების დასასრულებლად, ოკეი? და როგორც ვამბობ, ლოგიკური დროა ანიმაციის ხარისხის შესასწორებლად დაამატეს, დააგვიანეს 5 თვე და პლუს 10 თვე დაამატეს. ანუ ანიმაციის ყველაფრის გასაკეთებლად 7 თვე საკმარისი ჩათვალეს და შესასწორებლად 15 თვე მიამატეს. და 26 წელი მოვიდა და კიდე არ გამოსულა. და ამ შემთხვევაშიც ვარაუდები და თეორია რაც არის ის რომ გამოვა 2026 წლის ბოლოსკენო. 3 სერიის კი არა და 4 სერიის კი არა, ოკეი? თუნდაც 1 საათიანი სერიები იყოს, თუ 24 სერიანი ანიმეს
და 28 სერიანი ანიმეს გამოსვლას აჭირდება და დასრულებას არ აჭირდება ხოლმე 3 წელი და რომ სჭირდებოდეს არ აძლევენ ხოლმე სტუდიოებს ეს ტელევიზიები რაღაცა მაგდენ დროს. ოკეი? არანაირად. ან სხვა ერთ-ერთი ლოგიკური რაც შეიძლება პრობლემა იყოს არის ის რომ ვერ იპოვეს ანიმეს აჩვენებად ტელევიზიაში. ან ტელევიზორში. მაგრამ სიმართლე გითხრათ ეს კიდევ უფრო ნაკლებად დამაჯერებელია, ოკეი? იმ ვარიანტში რომ ნარუტო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმე ყველაზე პოპულარული რომელიც ყველას უყვარს რაღაცა ამის 4 სერიისთვის და პლუს სტუდიო პიროდი რომელიც ცნობილი სტუდიოა, ოკეი? ამ სტუდიოსთვის 4 სერიაზე სლოტი ვერ გამონახეს ტელევიზიაში. და მით უმეტეს ტრეილერი უკვე ნაჩვენები იქნებოდათ. კაი ხნის წინ. ოკეი? და მეორე შემთხვევაშიც თუ რომელიმე სტუდიო სხვა სტუდიოს იშველიებს და იმასთან ერთად მუშაობს და იმის დახმარებას იყენებს ამ ანიმეზე 95-90% შემთხვევაში არის ცუდის ნიშანი. თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევაში, როცა 2D ანიმაციის სტუდიოა და სხვა 3D ანიმაციის სტუდიოს დაიხმარებს ფონებისთვის ან მსგავსი წარმოებისთვის. რაც ჩვეულებრივი შემთხვევაა, ოკეი? ან თუ არის მეორე შემთხვევა, რაც დიდი ალბათობით არის ასე რომ ქვია მაპას და ამ ჩინური სტუდიოს თანამშრომლობა ამ ასე რომ ქვია რიმეიქზე One Piece-ის, დატირებულად One Piece-ის ანიმე ხანგრძლივი იქნება დიდი პროექტი იქნება და იქ სჭირდება დახმარება. განსხვავებით ნარუტოს შემთხვევაში, როცა ეს არის რეალურად 4 სერია, ოკეი? 12 სერიაც კი არა, ან 24. და მართალია ან სტუდიო თუ თავიდანვე დაიშველიეს და აუთსორსინგი არ არის. ოკეი, რაც მეუჭება 4 სერიაზე რამე აუთსორსინგი დასჭირებოდათ. მაგრამ აუთსორსინგისავით საშინელი სიტუაცია არ არის მაინც, ოკეი? აუთსორსინგის შემთხვევაში იცი რომ გარანტირებულად ერთი სერია მაინც ცუდი ანიმაცია იქნება და რაღაც ხარვეზები იქნება. თუ სტუდიო დაიშველიეს, სხვა არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ცუდი ანიმაცია იქნება, ოკეი? ამიტომ მაინც თად ნეგატიური მოლოდინები არ მაქვს. მაგრამ უშუალოდ აუთსორსინგი არის შემთხვევა, როცა სტუდიო დაგემო ყველაფერი, ოკეი? გადაწყვეტა რომ 1 წელი აქვს წარმოებისთვის და ამ ანიმეს ჭირდება 1 წელი. პრე-პროდაქშენი იყო და 3-4 თვე მოემზადნენ, მერე დაიწყეს უშუალოდ ანიმაციაზე მუშაობა და სადაც მე-6-ე, მე-7 თვეს გაანალიზეს, რომ იცით რა სერიებიც დაგვრჩა, ყველა სერიას ეს ჩვენი ყველა ანიმატორი ვერ მოასწრებს გაკეთებას და დახმარება გვჭირდება, ოკეი? და ეს ვარიანტია რომ ჯობია ჩვენი ანიმატორები, გამოვალ სიტუაციაში ვართ, ჯობია ჩვენი ანიმატორები 1 ან 2 სერიიდან გადავანაწილოთ სხვა სერიებზე და იქ ვამუშაოთ და ეს 1 ან 2 სერია ჩავაბაროთ სხვა რანდომულ სტუდიას. ოკეი? და იქიდან გამომდინარე რომ ეს რანდომული სტუდიოს მოკლე დროში აკეთებს ამ ყველაფერს და მალე უწევს ანიმაციის გაკეთება, გარანტირებულად ეს სერია მიუხედავად რომ ძვირიც დაუჯდათ და ზედმეტი დახარჯეს, საბოლოოში ყველაზე უარესი სერიაა ხოლმე. მაგრამ ორი სტუდიოს თანამშრომლობა, რაც მე პრადად მაგარი რაღაცა მეგონა ხოლმე თავის დროზე, მაგალითად მაპასი და ვი სტუდიოსი არ ნიშნავს რომ საუკეთესო ანიმატორებს შევკრიბავთ ჩვენგან და თქვენგან საუკეთესო ანიმატორებს, ოკეი? არ ნიშნავს მაგას. ის ვარიანტი რომ პირიქით ანუ 100%-ის გადადასრულება არ შეუძლია ბოლომდე არც ერთ სტუდიოს და არც მეორეს. ამიტომ იცი რა შევთავდეთ, ოკეი? ნაწილი მოგების ჩვენზე იყოს, ნაწილი მოგების ჩვენზე იყოს. და სახსრებით ნაწილი ჩვენზე იყოს, ნაწილი თქვენზე და გავიყოთ ეს ყველაფერი, ოკეი? და სხვა ნებისმიერ შემთხვევაში თუ იძულებული არ არის სტუდიო არც აუთსორსინგზე და არც სხვა სტუდიოსთან თანამშრომლობაზე არ წავა, იმიტომ რომ ურჩევნიათ 100% მოგებისა წავიდეს მაგაზე, ოკეი? თავისთავად არ უნდათ რომ მოგებას ხოლზე გაყვონ, მაზეც რომ ჩავეციოთ, რატო არ უნდათ ხოლმე სტუდიოებს ამ დროის გადაწევა და რატო ურჩევნიათ ცუდი ხარისხი იყოს, თუნდაც ამაზე 100%-ით კარგად გარკვეული არ ვარ ნამდვილად, თავს არ მოგაჩვენებთ და თუ ვინმე ტელევიზიაში მუშაობთ ან ჟურნალისტები რაღაცა ხართ და გავს რაღაცაში გარკვეული ხართ, შეგიძლიათ შემისწოროთ თუ რამე არასდროს ვამობ და რაღაცა არასდროს გავიგე, მაგრამ როგორც ვიცი, ამ საეთირო დროს, როცა ყიდულობენ გაუშვან ამა და ამ დროს ეს ანიმე არის ეს ვარიანტი, რომ ტელევიზიას გათვლილი აქვს წინასწარ, როგორც ვიცი, რამოდენიმე წლით ან რაღაც ყოველ შემთხვევაში გარკვეული პერიოდი დაგეგმილი აქვს, რას აჩვენებენ, რა პროგრამებს და რა ანიმეს გაუშვებენ, ოკეი? და დროს უწესებენ სტუდიოს და სტუდიო ანიმაციისა თუ ვერ ჩაეტია ამ დროში ანუ გადაწევა მოუწიათ, შეცვლა მოუწიათ საერთო დროისა, ერთის მხრივ გარანტირებად მოუწევთ, რომ სხვა რაღაცა აჩვენონ, სხვა რაღაცა გაუშვან ამ პერიოდის განმავლობაში და მეორეც იქიდან გამომდინარე რომ დაგეგმილი აქვთ, ოკეი? დაგეგმილი აქვთ კაი ხანი ვეღარ მოძებნიან ამ ანიმესთვის საერთო დროს ახალს, ოკეი? შეიძლება 1 წელი, 2 წელი, არ ვიცი. ანუ ორივე ვარიანტი წაგებაზე მიდიან და მაგ შემთხვევაში უბრალოდ ურჩევნიათ
დაუსრულებელი და ცუდი ანიმაციით, ცუდი ხარისხით გაუშვენ ანიმე და მე Blu-ray-ისთვის შეასწორონ. იმიტომ რომ როგორც ვიცი, ძირითადად მოგებას მაინც Blu-ray-დან ნახულობენ. ოკეი? და Blu-ray-ს გაყიდვებიდან. სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა ამ თემაზე და ბოლოს პატარა self promotion-ის ვარიანტში. ჩემი TikTok account-ი, რომელზეც ნახატებს ვტვირთავ ხოლმე და ასევე 1-2 ანიმაციაც მაქვს ატვირთული. ასევე Instagram გვერდი, რომელზეც ასევე ნახატები მაქვს ატვირთული და ანიმაციები. მეორე TikTok account-ი, სადაც იმ ნოველებს, მანგებს იქნება თუ სხვა რამეს, რასაც ვუყურებ, წავიკითხავ, ანუ ანიმებს, ასე ვქვია, აპდეიტებს და განხილვებს ვტვირთავ ხოლმე. ანუ Fate-ის ანიმე გაჩიაკუ და Record of Ragnarok-ი, One Piece-ის ახალი თავების განხილვის ვიდეოები, ნოველებიდან Shadow Slave-ი, Record of Ragnarok-ი და Lord of Mysteries დავიწყე. და ვრცელი განხილვის ვიდეოებიც მაქვს ატვირთული, მაგრამ ძველი ვიდეოები და ბევრ რაღაცაზე აზრი შემეცვალა და იგივე ვარიანტში YouTube-ზეც ახალი ვიდეო მაქვს რამოდენიმე ატვირთული ამ account-ზე და პლუს ეს account-ი, რომელზეც მარტო ერთი ვიდეო მინდებს Reverie ისენეთის პირველი 1049 თავი, 2019 თავი, პირველი 4 წიგნის განხილვა. და ასევე ჩემი My Anime List-ი, რომელზეც ყველა ანიმე და მანგა მითითებული მაქვს, რაც წააკითხოთ და ნახურები მაქვს. შეგიძლიათ გავმიზღავნოთ მეგობრებო, დაგიბატებთ და იგივე ვარიანტში Letterboxd-ზე. მაგრამ Letterboxd-ი ახალი გაკეთებული მაქვს და ფილმები, რაც მაქვს ნახურები, ყველა არ დამემატებია თავის